რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ გულთან მიიტანეთ ჩემი შვილის მდგომარეობა, დრო გამონახეთ და ჩვენთან მოვბრძანდით. ჩემთვის როგორც დედისთვის ძალიან ძნელი არის შვილებს უყურო ერთს ლოგინში ჩაწოლილი უგონო მდგომარეობაში, ხოლო მეორეს როგორ უყურებს და იტანჯება. ისინი ხო ტყუპები არიან და ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ. ჩემს ოჯახში მარტო ჩემი მეუღლე მუშაობს. რა თქმა უნდა, დამეთანხმებით ასეთი ავადმყოფის მოვლისთვის, როგორიც მიშიკო არის, ეს საკმარისი არ არის. მინდა ყველაფერი გავუკეთო, რაც მას სჭირდება, მაგრამ ზოგჯერ ვერ ვახერხებ. ისე უსახსრობის გამო და გული ამისთვის ძალიან მტკივა. მას რომ საზღვარგარეთ რეაბილიტაცია სჭირდება, ამის შესახებ წერილობით ბევრ ადამიანს შევატყობინეთ და მართლაც გვეგონა, რომ ისინი დაგვეხმარებოდნენ, მაგრამ ამაოდ. ეხლა თქვენი საშუალებით მინდა ქალბატონ ინგა გრიგოლიას მივაწვდინო ჩემი ხმა და ვთხოვო ისეთ რეიტინგულ გადაცემაში, როგორიც არის იმედის კვირა, რა თქმა უნდა, თუ საშუალება იქნება ამისი, გაუშვას ინფორმაცია მიშიკოს შესახებ. იქნებ გამოჩნდნენ ის ღვთისმიერი ადამიანები, რომლებიც მიშიკოს დაეხმარებიან. სიკეთის კეთება ხომ არსად იკარგება. მე კი მთელი ციცოცხლე მათ წინაშე ვალში ვიქნები, ვინც მიშიკოს დაეხმარება. 2 წლის წინათ მიშიკო ჩავარდა მდინარეში. იქ ყველა იყო მეზობლებიც, იქ იყვნენ უფროსებიც და ბავშვებიც, მაგრამ რატომღაც მოხდა ისე, რომ მიშიკო მდინარეში აღმოჩნდა. საკმაოდ დიდი დრო გავიდა. ექსპერტიზის დასკვნით მდინარეში არის ნამყოფი მიშიკო 38 წუთი. ბათუმის ექსპერტიზა 38 წუთი თქვა, თბილისის ექსპერტიზა 30 წუთი თქვა. ანუ 9 საათი არის წყალში ნამყოფი. ერთ-ერთმა მეზობელმა ცურვის დროს წამოკრა ბავშვფეხი მიშიკოს. და იმით მიხვდა, რომ რაღაც იგდო მდინარეში და ის შვიდნენ და ვერ ამოიყვანეს, იმხელა იყო ბავშვი, ისე იყო გასიებული და ვერ ციცმის. თუ ეს მიშიკო იყო, ერთმა ბავშვმა იცნო საცვალეთ, რომ ეს იყო მიშიკო, ისე იყო გასიებული ბავშვი. დიდხანს იყო ნამყოფი წყალში. 6-მა კაცმა ძლივს ამოიყვანა. წარმოიდგინე. იმ წუთში გამოიძახეს სასწრაფო, მაშინ კიდე ფეხებით დაკიდეს, წყალი გადმოუშვა მიშიკო და ამოითქვა სული, მაგრამ სასწრაფოში გონი დაკარგა. მესამე დღეს იაშვილის კლინიკაში მოხდა მიშიკოს ფილტვების ამოწმება. იქედან გამოყვანილი უკვე კომაში იყო და 11 თვე იყო ხელოვნურ სულთქვილზე შეერთებული. ცუდად იყო მისი მდგომარეობა. საერთოდ არაფერი არ ესინჯებოდა, ესინჯებოდა ერთადერთი სიცხე 39 მინუტი და წნევა 200-220. დანარჩენი მიშიკოს არაფერი არ ესინჯებოდა. იმავე 11 თვის მანძილზე. შემდეგ გადავიყვანეთ პალიატივ განყოფილებაში, რკინიგზის საავტობუსში. არის ასეთი განყოფილება, პალიატიური განყოფილება, ახლა მეგონი შვანიას კლინიკაში ეს განყოფილება. მაგრამ ჩვენ ვიყავით რკინიგზის საავტობუსში, მაშინ პალიატიურ განყოფილებაში და იქ ვიწევით დაახლოებით 8-9 თვე. იქ ისეთი კრიტიკული ბავშვები იწვნენ. ერთადერთი შანსი ჰქონდა მიშიკოს, რომ რაღაცა იქნება მოსულიყო მდგომარეობიდან, თორე იქ ბავშვები რო იწვნენ, ის ბავშვები ყველა ისეთ მდგომარეობაში იყო, სანამ ცოცხალი იქნებოდნენ, იქ იქნებოდნენ, თორე შემდეგ მისი მშობლები წაიყვანდნენ. მიშიკო რო იქიდან წამოიყვანეს ჩემი ინიციატივით არის და ჩემი ხელწერით, თორე არ მატანებდნენ მიშიკოს. ჩემი წამოვიყვან, ჩემი ინიციატივით, იმიტომ რომ იქ ისეთი არაფერი კეთდებოდა, რომ მიშიკო უკეთესად ყოფილიყო. წამოვიყვან სახლიდან, სახლში ვართ მის მიერ თითქმის 1 წელი. მიშიკოს კომპიუტერი დიაგნოსტიკა, ყველაფერი მონაცემები გავაგზავნე გერმანიის რეაბილიტაციის centrში. იქედან მოგვივიდა ასეთი პასუხი, რომ
რთული მდგომარეობა, მაგრამ საჭიროებს დიდხნიან რეაბილიტაციას, სადღაც წელიწად-ნახევრამდე ლაპარაკი, რომ წელიწად-ნახევრის მანძილზე შეიძლება 2 წელიც დაჭირდეს, რომ იქეთ უნდა იყოს მიშიკო. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, დიდი ფული სჭირდება. ისი საშუალება ჩვენ ნამდვილად არ აქვს. თუ ვინმე დაგვეხმარება და დაეხმარება ჩემ მიშიკოს, ჩემზე ბედნიერი დედა არ არსებობს ქვეყანაზე,